ამ ვიდეოს სათაურიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ჩელენჯს ვაპირებ 100 დღის მანძილზე, სწორად უნდა ვიკვებო, ვივარჯიშო, ანუ ვირბინო, ძალისმიერ ვარჯიშებს არ ვაპირებ რაღაც პერიოდის განმავლობაში, რადგან ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი. რეაბილიტაციისთვის დრო დამჭირდება. სამაგიეროდ შევძლებ კარდიო ვარჯიშების კეთებას. არ ვიცი საით ვიყურო, აი ამ კამერაში თუ უბრალოდ ეკრანს უყურო ჩემ თავს. მირჩევნია ჩემ თავს უყურო, ვიდრე კამერას, რომელიც არაფერს არ მაძლევს. საქმე იმაშია, რომ ხო, რაღაც ცხიმის დაგროვება დაიწყო ორგანიზმში. რაღაც ეს ბოლო პერიოდი ვეღარ ვარჯიშობ ისე როგორც ადრე ვარჯიშობდი და ცოტა წონაში მოვიმატე ამის გამო. კუნთის ატროფია დაიწყო. ანუ კუნთი დაპატარავდა თუ განადგურდა, არ ვიცი, როგორც გინდა ესე დაარქვით. ვაპირებ რომ ყოველდღიური ვიდეოები დავდო და თან კიდე ის რომ კვირაში ერთი დღე სრული ვიდეო დავდო YouTube-ზე, სადღაც 2 წუთზე მეტი რომ გამოვიდეს ხანგრძლივობა ვიდეოსი რა. დანარჩენი დღეები უკვე 30 წამიანი ვიდეოები, 40 წამიანი ვიდეოები, მოკლედ, შორტის სახი დაიდება დანარჩენი ვიდეოები რა. ყოველდღიურობაში თუ როგორ ვარჯიშობ და ასე შემდეგ. გონი 100 დღიანი გამოწვევა კაი იდეა არის, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარება მენტალურადაც, როგორ შეიცვლება ჩემი მდგომარეობა, მაგასაც ვნახავ ფიზიკურობასაც და რა ვიცი, დღეს 25 იანვარია. თუ არ ვცდები, გონი კი 25 იანვარია და მოკლედ ხვალიდან ვიწყებ ამ ჩელენჯს რა და დაიდება ვიდეოები YouTube-ზე თითქმის ყოველდღე. შეიძლება 1-2 დღე ჩავაგდო, აი ოპერაციის დღე თუ დაემთხვა, მაგ შემთხვევაში შეიძლება ვიდეო არ დავდო, მაგრამ ვნახავ, შორტის სახით მაინც დავდებ რაღაცას. სიმართლე ის არის, რომ ძალიან მეზარება. ის არ არის, რომ აი რაღაცა მე რაღაც არ მეზარება არაფერი, წავალ ეხლა ვირბენ, ვივარჯიშებ, არ არის ეგრე. კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე რა. მე ეგრე ვაკეთებ. ზოგი დღე ყოფილა ეგეთი, რომ რა ვიცი, თვალის გახელას კი მეზარებოდა, დილით რო ვიღვიძებდი და ვარჯიში კი არა, რავი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი რა. ჩემს გასაკეთებელს მაინც ვაკეთებდი, ბოლომდე ვაწვებოდი. ამ 100 დღის განმავლობაში მაინტერესებს მენტალური მდგომარეობაც როგორი იქნება რა, როგორ შეიცვლება ჩემი მენტალური მდგომარეობა. ფიზიკური ხო თავისთავად საინტერესოა, მაგრამ უფრო მენტალური მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა. აი ერთი და იგივე რუტინაში რო ვიქნები, როგორ შეიცვლება ჩემი ფიქრები, აზრები, რავი, განწყობა, ვისაც გაინტერესებთ, გამომყევით ამ თავგადასავალში, ამ მოგზაურობაში. კაი რაღაცა გამოვა რა, ჩემი აზრით საინტერესო იქნება. კარგი, წავედი, არ მინდა რომ გამიგრძელდეს ეს ვიდეო და იმიტომ რომ მე YouTube-ზე ამის ატვირთვა, ამის დამონტაჟება და რაღაცეები. არ ვიცი, ბუმერი ვარ ამ საკითხში. ხვალიდან უკვე ფორმაში ვარ და ვიწყებ.